ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. რკინიგზა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, სწრაფ და ეკომეგობრულ ტრანსპორტად ითვლება. თანამედროვე გადაადგილების სისტემაში მას ამ კუთხით პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა საქართველოში ხშირად სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ. როგორ მოვახერხეთ, რომ ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო სახეობა ზოგიერთ ადგილას ჩვენთან საფრთხედ ვაქციეთ? პასუხი ინფრასტრუქტურის დაუგეგმაობაში, დაუცველ ღია მონაკვეთებში, შეუღობავ ლიანდაგებში, უწყვეტი გადასარეკი ტრასების არარსებობასა და სოფლებთან შეუსაბამო გარემოში უნდა ვეძებოთ. სპეციალისტების შეფასებით, როცა რკინიგზა მოსახლეობას და პირუტყვს დაუცველად ეჯახება ერთ სივრცეში, პრობლემა უკვე ტექნიკურ სისტემაში კი არ არის, დაგეგმვასა და პასუხისმგებლობაშია. ცოტა ხნის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტში რკინიგზის ხაზზე გადასვლისას მატარებელი დაახლოებით 40 სულ ცხვარს დაეჯახა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა მეხრეს დაეკისრა და ის დაჯარიმდა. ცალკე ის ფინანსური დანაკარგი, რაც მეცხვარემ პირუტყვის როგორც შემოსავლის წყაროს დაკარგვით მიიღო. ცხადია, თუ ცხოველები სპეციალურად მოწყობილ და უსაფრთხო გადასასვლელზე არ გადაჰყავთ, ეს დაუდევრობაა და გაუფრთხილებლობა. მაგრამ პრობლემა მრავალმხრივია და ერთ ადამიანზე პასუხისმგებლობის დაკისრებით არ უნდა დასრულდეს. საკითხავია, რა მდგომარეობაშია დღეს გადასარეკი ტრასები, რამდენად ხელმისაწვდომია ისინი და საერთოდ არსებობს თუ არა უწყვეტი მარშრუტები, რომლითაც მეცხვარეებმა ფარა უსაფრთხოდ უნდა გადაიყვანონ. მეცხვარე ფერმერები გვეუბნებიან, რომ ასეთი ტრასების ნაწილი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში მოექცა, ან ისე შეიცვალა მიწათსარგებლობის რეჟიმი, რომ ტრადიციული გადაადგილების გზა ფაქტობრივად დაიკარგა. ამიტომ ხშირად იძულებულნი არიან ალტერნატიული, მოუწყობელი და სახიფათო გზებით ისარგებლონ, რაც ზრდის როგორც ავარიის, ისე ეკონომიკური ზარალის რისკს. იგივე პრობლემები საძოვრებსაც ეხება. მსგავსი გამოწვევებია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მარნეულში რკინიგზაზე ცხვრის დახოცვა დიდი სისტემური პრობლემის სიმპტომია. მიწის მართვის, საძოვრების პოლიტიკის, გადასარეკი ტრასების დაკარგვის და ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვის. პრობლემა სწორედ ეგ არის, რომ რაღაც სახელმწიფო რაღაცა პროექტებს ისე ახორციელებს, რომ ამის წინასწარ კონსულტაციის გავლა არ ხდება ხოლმე არათუ მოსახლეობასთან რეალური კონსულტაცია, რასაც ქვია, ადგილობრივ ხელისუფლებებთანაც კი. აი გადაწყვიტა ასე, რომ ეს უნდა გააკეთოს და დამთავრდა. ის არის უმაღლესი ინსტანცია, რომელიც ჭეშმარიტებას ერთი მხრივ ღაღადებს და მერე საქმესაც აკეთებს ხოლმე, ხო? ეს ის შემთხვევა, როცა მუნიციპალიტეტს მხოლოდ და მხოლოდ კი მოსახლეობასთან ხარში დგომით, კოორდინაციით შეუძლია რაღაცა დაათმობინოს. მაგრამ ეს არის სახელმწიფო კომპანია, საქართველოს რკინიგზა, ეს არის მისი ტერიტორია და მის კეთილნებაზე არის მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის დამოკიდებული. ასეთ შემთხვევები ბევრი იქნება. ჩვენ გვახსოვს ხო შემთხვევები, როცა სოფელი უცებ ამხედრდებოდა ხოლმე, რომ ვიღაცამ დაიწყო იქ რაღაცის მშენებლობა და უფრო სწორად კი მიწის გამოყენება, რომელიც სოფლის საძოვრად ითვლებოდა. ოდითგან მამათა, პაპათაგან ასე მოდიოდა, რომ რაღაცა იყო სოფლის საძოვარი, მაგრამ უცებ აღმოჩნდებოდა, რომ ის საერთოდაც კერძო საკუთრებაში გადავიდა. და მერე იყო სერიოზული კონფლიქტები და ეს კონფლიქტები დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ პრობლემა სწორედ ეს არის, რომ სტატუსიც კი არა აქვს სოფლის საძოვარი, ასეთი სტატუსის მატარებელი, რეალურად ჩვენ არ გვაქვს, რა ქვია, ტერიტორიები და მოსახლეობასა და ენერჩენ ადამიანებს შორის კონფლიქტები წარმოიშობა ხოლმე. მერე მეორეა ახლა, როდესაც ეუბნები, რომ ორგანიზება გაუწიეთ, ძალიან ბევრგან სწორედ ასე ორგანიზებით ხდება, ხო? რაღაცა თემი სოფელი ერთიანად ქირაობს მეხრეს და ეს ამ ადამიანს გახავს ნახილი და საღამოს მოყავს სახლში. დიდი უმეტესად ასეთი პრაქტიკაა, იმიტომ რომ საქართველოში დიდი მეურნეობები მცირეა, სწორედ ასეთი შინამეურნეობებისგან შედგება უფრო ასეთი ნახირები იქნება თუ რაღაცა ცხვრის ფარა თუ ამ შემდეგ და ამ ადამიანებმა რა მნიშვნელობა აქვს იმას, მეხრე ეყოლება თუ არ ეყოლება, სადღაც ხო უნდა წაიყვანონ. სადღაც რო წაიყვანონ, გზა ხო უნდა იყოს უსაფრთხო. ამაზე პასუხისმგებლობა ხომ ვიღაცამ უნდა აიღოს.
მუნიციპალიტეტი ვერ იღებს და ეუბნება მოსახლეობას, რომ იცი რა, ეგ ჩემი ტერიტორია არა, იცი რა, სახელმწიფომ გაიყვანა და აბა მე რა ვქნა უძლური ვარ. სახელმწიფო იძახის, რომ მე ჩემი ინტერესი მაქვს, თქმულოდ დასარალებული რჩება ხოლმე მოსახლეობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირველი ფუნქციები იყოს სწორად გამიჯნული, ხო? ქონება იყოს სწორად გამიჯნული. და შესაბამისად პასუხისმგებლობებიც მე გადანაწილდება უფრო სწორად. ვერც სახელმწიფო ვეღარ შევა მუნიციპალურ ტერიტორიაზე, აი ასე შლიგინით და რაც დაჭირდება და რაც თავში მოუვა უცებ აზრად, იმას ვერ გააკეთებს და ანგარიშვალდებული იქნება მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის შესაბამისად წინაშე და ვერც მუნიციპალიტეტი ვეღარ იქნება იმ მდგომარეობაში, როცა მხოლოდ ხელს გაიშვერს რომელიმე სხვა უწყების მიმართ და ამით ერთ მხრივ პასუხისმგებლობასაც მოახსნით და მეორე მხრივ მართლა შეიძლება ვერც კი მოახერხოს რაღაცა პრობლემის გადასვა და რაც არ უნდა კარგი ადგილობრივი ხელისუფლება იყოს და მართლა გულით უნდოდეს ადამიანების დახმარება. ასეთი სისტემა გაქვს შენ მოწყობილი. სწორედ ამიტომ არ მომწონდა აი როცა დაიწყო ეს საძოვრების მართვის ახალი პროგრამის განხორციელებაც, სწორედ ამიტომ არ მომწონდა, რომ არავინ არ იფიქრა იქ ადგილობრივ საკითხზე და ამით ერთია რომ მუნიციპალიტეტს ფინანსები აკლდება, შემოსავალი აკლდება და მეორეა რომ ადამიანებს პრობლემები არ უგვარდებათ და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ დიდი მეურნეობები. პირიქით, ჩვენ გვაქვს ბევრი მცირე შინა მეურნეობა, რომელზეც დგას ადამიანის შემოსავალი. და ამ ადამიანმა უნდა ირჩინოს ამით თავი. ზოგჯერ ერთადერთი სარჩო სწორედ აქედან შემოდის და ამ ადამიანებს უნდა შეუწყოთ ხელი და გზა და გზა ხან მატარებელს არ უნდა გაქონდეს და ხან რა ქვია ტრასაზე არ უნდა ავტობანზე არ უნდა ვხედავდეთ იმას ძროხებს იმის გამო რომ საძოვარი არ აქვს. სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტები, უსაფრთხო გადასასვლელები, დამცავი ღობეები, საცხოვრებელი ზონებისგან სათანადო იზოლირება. პრობლემაა არა მხოლოდ ძველ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ახალ პროექტებშიც. მაგალითად, ხარაგაულის შემთხვევაც გამოდგება, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზის ღია მონაკვეთებთან ადგილობრივები სწორედ უსაფრთხოების, იზოლაციის და ყოველდღიური ცხოვრების გაუარესებაზე საუბრობენ. კარგი იქნება თუ ამ სოფელში გამავალ მონაკვეთს, ანუ ეს უხეშად როცა შეღობა რა რამე ყოფეს აუკეთებო რომ საფონელი და პრინცესი არ გადავიდეს და ხალხი არ დაზარალდა. შუაგულ სოფელში როიცა რა დაჭრილია სოფელი შუაზე ჩათვალე ლიანდაგით და ორივე მხარეს ანუ საფრთხეს უქმნის პირობს. ალბათობით პრინცესი საფონელი ან მისეული ბალახი ვამოწ კაპირებდა. ანუ სანამ და სანამ ზარალი და რამე უბედურება მოხდება და ჯობია რომ შეიღოს ხალხისთვისაც კარგია და პირობს პრობლემებია უთაფქობა შეექმნება. ხალხის თვის არაფერი არ უწევს, მაგრამ ეს და როგორც თანამედროვე რკინიგზა და რეაბილიტაცია ხდება, ალბათ სტანდარტებში უნდა რომ მაგის შეფუთარო ხმაური არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ძალიან დიდი ხმაურია და ალბათ შეღობაც ჩადებული იქნებოდა პროექტი, რა თქმა უნდა. მე ჩემი თვალით არავის არ უნაშია ეს პროექტი მოსახლეობას, მაგრამ რომელიც საუკუნეში რამე კეთდება და მოდერნიზება მიდის, დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო ჩადებული პროექტი, რომ შეფუთულიყო ხმაური არ გამოიწვია და დასული ყოფილიყო რა ჩემი საზრით ეგ იქნებოდა ალბათ მაგრამ ჩემი რაფერია ჩუბილია და ხმაურსაც დიციცებს პასუხი ესეთი გამჩეს რომ უნდა შემოიღოთ ნახირი პირიქით რკინიგზაზე რომ აბა ის რა ქვია პირუტყვი თქვენ თვითონ დაჯარიმდებით და ადგილობრივმა მმართველობმაც ასე გითხრა და ყველგან ახლა ხო არის დაბლა სახანძილია ხარაგაულია ის არის და ჩვენ ასე უდგივართო სულაო და მოგვაქვს ნახირი შემოღებული შემორაგო სამხელა იმასო და ყველა თანხმდება, რომ ახალი პროექტი ადგილობრივებს უნდა უმარტივებდეს ცხოვრებას, ზრდიდეს უსაფრთხოებას და აუმჯობესებდეს გარემოს. თანამედროვე რკინიგზა ისე უნდა შენდებოდეს, რომ მოსახლეობას ხმაურითაც კი არ უნდა აწუხებდეს. აღარაფერს ვამბობთ მატერიალურ ზარალსა და მუდმივ საფრთხეზე. ხარაგაულში მოლითის ტერიტორიაზე არსებობს ესეთი სოფელი დეისი, სადაც სისტემატურად მოძრაობდა ხალხი და ჩემი ბავშვობის მერე დაახლოებით 8 ადამიანია დაღუპული კონკრეტულად სულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე. ესეთი რამე თითქმის წელიწადში 2-3 გაგვიგონია სადღაც რომ ადამიანები დაიღუპნენ. ეხლა რაც შეეხება თვითონ კონკრეტულად ზვარის ტერიტორიას, სადაც ამ ახალმა მაგისტრალმა გაიარა,
და ეს არ ეხება გვირავებს, ეხება ესტაკადებით არის გატარებული, რომელ ესტაკადაზეც ესე იგი თავისუფლად ხდება ამ პირუტყვის შესვლა. მოსახლეობის საქონელი, ღორი, ყველაფერი აი ეს და თვითონ ახლა მოსახლეობამაც აღნიშნა რამოდენიმეჯერ ჩემთან საუბარშიც თქვეს, რომ ეს პრობლემა შეექმნათ დაეღუპათ საქონელი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ რკინიგზისთვის და თვითონ რკინიგზის უსაფრთხოებისთვის ეს საქონელი დაუშვათ, რომელიც რკინიგზაზე მატარებელს წინ გადაუდგება, არ არის გამორიცხული ჩააგდოს მატარებელი და ეხა ჩაგდება, როდესაც გაშლილ მინდორზე ჩავარდება მატარებელი და ხშირად მომხდარა ეს ჩვეულებრივად გადავალიანდაგებიდან და თუ ძალიან დიდი სიჩქარით არ მიდის, გაჩერდება და რაღაც მოხდება. ეხა ესტაკადაზე ლიანდაგიდან გადასვლა 60 მეტრ სიმაღლეზე გადის მატარებელი. იქ რას გამოიწვევს ხო ხდებით და თუ ეს და ახლა ხმის დამცავი და ჩამხშობის სისტემები არ აქვს, ელემენტარულია სულ რაღაც იქ 300 თუ 400 მეტრზეა საუბარი, რომ შეიღობოს. ხო თვითონ ესტაკადაზე ხო ვერავა იქ ცხოველები, არ არის რაღაც ადგილები, საიდანაც შედის და მე შეუძლია მთელ სიგრძეზე გაყვეს და იაროს ამ ესტაკადაზე. ამიტომ ახლა ეს ძალიან დიდი პრობლემა არ არის აღმოსაფხრელად, ესე რომ პრობლემა არის ზოგადად დიდი, მაგრამ აღმოსაფხრელად არაფერი პრობლემა არ არის. ეგ რა მე მიკვირს უბრალოდ თუნდაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატო არ დააყენა ეგ საკითხი, ალბათ მოსახლეობამ არ მიმართლა სიმართლე რო გითხრათ რა, თორე ეგ ეხლა არ მგონია მე რომ დაუშვათ ხარაგაულის მერისთვის კობალ უსმანაში ეგ პრობლემა ყოფილიყო 200-300 მეტრი ეს რკინიგზის შეღობა და ის არის მაღალმთიანი სოფელი, იქ არა მარტო ადამიანის შინაური ცხოველი გადმოდის, მოლითის რკინიგზის სადგურზე 3 წლის წინ დათვი შევიდა, ჩვეულებრივ სადგურის შენობასთან მივიდა დათვი პირდაპირ და ეხლა მან დათვს ვინ გააკონტროლებს მან და ვის უნდა დაუწერონ ჯარიმა. გელი და დათვი და ტურა უამრავი დადის იქ რკინიგზაზე. აი ფეხით გავიაროთ ეხლა ღამე, მაგალითად ზვარიდან ჩავიდეთ ხარაგაულამდე და რამდენი ტურა შეგხვდება რკინიგზაზე და გადაიღებს, ნახეთ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. რამდენიმე სოფლის წარმომადგენლის თქმით, რკინიგზას წერილობით უკვე მიმართეს, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინი ნაკლებია. ნაწილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტით მოიძებნოს გამოსავალი, თუმცა ვადები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. სხვები კი ღიად ამბობენ, რომ რკინიგზის სრულად შემოღობა იმდენად კაპიტალტევადია, რომ ამ ეტაპზე ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. მოგმართეს საკეთ ადგილობრივ ადმინისტრაციას, აუხსენეთ რომ მეთორმული განცხადება შეედგინათ, დავეხმარეთ ტექსტის შედგენაში და მოაწერეს ხელი მოქალაქეებმა, ვისაც ასეთ პრობლემა აქვს და არის განხილება, განხილვის ეტაპია ეს ამბავი. დაახლოებით 20 მოქალაქეა წერდა ხელს. ადგილობრივი იმით ვაპირეთ, რა ქვია, მერიდა რომ დავაფინანსოთ შემოღობა. ამჟამად ეს დაძრულია საქმე და მე დეპუტატი ვარ და ჩემი პირუტყვით იგივე დღეშია, რაც ჩემი მეზობლებისა და ჩემი სოფლელებისა და ყველას აქვს გარიგებული მომართვა რკინიგზიდან 800 მეტრით ახლოს რკინიგზასთან საქონელი არ უნდა მიუშვა 100 მეტრით. შენ კარგად აიგე მაგ ხალხმა და ახლა ძალის თუგინა თავი მაშინები გზადეც მოკდები ტრასაზე, აბა ახლა მანქანამ რომ მოკლას საქონელს უნდა მოუდგეს, საქონელი არ მოიყოს გაშვებული. ასე გაგრძელებულია და ვერანაირად ვერ იზავე ქალბატონო, რანაირ საუკუნეც არ მომოვიდეს. ნორმალურ ქვეყანაში უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა. სად არის აუცილებელი ღობე, სად საჭიროა ცხოველებისთვის სპეციალური გადასასვლელი, სად უნდა აღდგეს გადასარეკი ტრასები და სად არის საჭირო მოსახლეობის მხარდაჭერა. როდესაც ახალი ინფრასტრუქტურა შენდება, პარალელურად უნდა იგეგმებოდეს მისი გავლენა სოფლებზე, მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობაზე. რკინიგზის უსაფრთხო ოპერირება მხოლოდ ლიანდაგის გამართულობა ან მატარებლის მოძრაობის კონტროლი არ არის. ეს მრავალშრიანი სისტემური რისკის მართვის პროცესია. სწორედ ამას უსვამენ ხაზს სფეროს სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ თანამედროვე სარკინიგზო უსაფრთხოება მხოლოდ საინჟინრო ამოცანად ვერ განიხილება. ის მოიცავს ინფრასტრუქტურას, გარემოს, მოსახლეობის ქცევას, ცხოველთა გადაადგილებას, ადგილობრივ რეალობასა და უწყებებს შორის координაციას. რკინიგზის სპეციალისტის განმარტებით, საქართველოში მოქმედი სარკინიგზო ქსელი, სადაც მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე დაახლოებით 120 კმ/სთ-ია,
კლასიფიცირდება როგორც შედარებით დაბალსიჩქარიან რკინიგზად. შესაბამისად, მოქმედი ნორმებით მისი მთლიანი შეღობვა კანონით სავალდებულო არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი რისკის მონაკვეთები დაუცველი უნდა დარჩეს. პირიქით, სწორედ იდენტიფიცირებულ კრიტიკულ ზონებშია საჭირო ღობეები, უსაფრთხო გადასასვლელები, გამაფრთხილებელი სისტემები, განათება და სხვა პრევენციული ზომები. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება მხოლოდ ერთი უწყების ძალებით შეუძლებელია. აქ პასუხისმგებლობა ნაწილდება საქართველოს რკინიგზაზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა ჩართულ სტრუქტურებზე. საქართველოს რკინიგზაში რა ინფრასტრუქტურაც არის, ეს ითვლება დაბალსიჩქარიან, მოკლედ, ჩვეულებრივ სარკინიგზო მაგისტრალად. ანუ მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეადგენს 120 კმ/სთ. ეს არის მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე. თუმცა ცალკეულ მონაკვეთებზე დადგენილი არის დიფერენცირებული სიჩქარები, რომლებიც შეიძლება იყოს 25 კმ/სთ, 50 კმ/სთ, 70 კმ/სთ და 80 კმ/სთ. ცალსახად ის, რომ დაპროექტების მითითებების თანახმად აღნიშნული რკინიგზა მოითხოვს სრულად შემოღობას, ეგეთი მითითება არ არსებობს არც ერთ ნორმატიულ დოკუმენტაციაში. ეს მინდა ინფრასტრუქტურასთან ნაწილში. თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დაიდენტიფიცირდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილები და იქ განხორციელდეს შემოღება. მეორე საკითხია ცალსახად ეს რამდენად ითვლება მარტო საქართველოს რკინიგზის ფუნქციად. ჩემი შეფასებით ეს არ არის მარტო საქართველოს რკინიგზის შესასრულებელი ამოცანა და აუცილებლად უნდა შედგეს მნიშვნელოვან სახელმწიფო დონეზე, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგზაო დეპარტამენტი, შსს და ასე შემდეგ და მოკლედ განისაზღვროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილები. აი ამისთვის არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილების იდენტიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა და მათ შორის თუ ჩაითვლება, რომ აქ უნდა აშენდეს არ ვიცი, მოკლედ შემოღობა უნდა განხორციელდეს ამ რკინიგზის მონაკვეთის, გასაკეთებელია, ბუნებრივია რა. ბუნებრივია. უნდა შედგეს მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, ჩემი რეკომენდაციით, სადაც ჩართული იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი, მარეგულირებელი სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, შესაბამისი სამინისტროებიდან, შსს-დან, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან განისაზღვროს კრიტიკული ადგილები, ანუ ერთია გვინდა რაღაცის გაკეთება და მეორე ტექნიკურად შეფასდეს ეს რამდენად სწორი არის. კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი არსებობს, ანუ არსებობს მაგალითად საქართველოს რკინიგზაში ცხელი ხაზით, სადაც შეუძლია დარეკოს მოქალაქეებმა და თხოვონ აი ესეთი საკითხი. შეუძლია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მიმართოს მაგალითად წერილით, შეუძლია მუნიციპალიტეტს მიმართოს, მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს და ასე შემდეგ. სარკინიგზო საკითხების ექსპერტის განმარტებით, უსაფრთხოება მხოლოდ ღობეებითა და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტებით არ შემოიფარგლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეების დროული და მკაფიო ინფორმირება იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს კანონიერად მოწყობილი გადასასვლელები და როგორ უნდა ისარგებლონ მათით. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი საგზაო ნიშნებიც, გამაფრთხილებელი მანიშნებლები, ხილული მონიშნები და ნავიგაცია, რათა ადამიანმა უსაფრთხო მარშრუტი მარტივად დაინახოს და არ აირჩიოს თვითნებური სახიფათო გზა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე არაავტორიზირებული წვდომა, მოკლედ, რომელიც არ არის განკუთვნილი მესამე პირებისათვის, ანუ არ გულისხმობ გზავრობის სრულ ადამიანებს, რომლებიც სამგზავრო ვაკაზე ხვდებიან. არამედ ლიანდაგზე და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არსებობს სარკინიგზო გადასასვლელები და საქართველოს რკინიგზაზე ამ კუთხით არსებობს ორი კატეგორიის სარკინიგზო გადასასვლელი. ეს არის რეგულირებადი გადასასვლელები და არარეგულირებადი გადასასვლელები, ანუ არადაცული გადასასვლელები. რეგულირებადი გადასასვლელები აღჭურვილი არის შესაბამისი სიგნალიზაციით, აყენია მორიგე ოპერატორი, მოკლედ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ესაა მნიშვნელოვანი და ალბათ სახელმწიფოს ფუნქციას პირველად ნაწილში მე ამას ვხედავ, რომ ცნობიერების ამაღლება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან გადაკვეთის და ასე შემდეგ. შეიძლება თეორიულად ავიღოთ იმ მეხრემ თქვენ რაც ახსენეთ, საერთოდ არ იცოდა რომ 2 კილომეტრში ან კილომეტრნახევარში იყოს სარკინიგზო გადასასვლელი. ბუნებრივია, ცნობიერების ამაღლება, როგორც სხვადასხვა მიმართულებით ხოცდება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინფორმაციით აღჭურვილი ადამიანი უფრო ნაკლებად ექცევა რაღაც საფრთხეების ქვეშ, მარტივად რო ავიღოთ.
გარდა ოფიციალურად საქართველოს რკინიგზაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელებისა, როგორც არის ძირითად მაგისტრალზე ეს არის დაცული გადასასვლელები და დაუცველი გადასასვლელები, აგრეთვე მოსახლეობა თვითნებურად, როდესაც სახლის წინ არის რკინიგზა გაყვანილი, ეს დასავლეთ რეგიონშიც და აღმოსავლეთშიც ახდენს გადაადგილებას და ეს არის ყოვლად როგორ გითხრათ, დაუშვებელი რა, იმიტომ რომ ხშირად აი ჩვენს რო გავაანალიზოთ შემთხვევები არა მარტო საქართველოს რკინიგზაზე, არამედ აი მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესი შემთხვევები არის ადამიანური ფაქტორის მიერ დაშვებული. მატარებელი არის თუ არ არის ლიანდაგზე სიარული და მისთვის განკუთვნილი გადაკვეთის ადგილების გარეშე თვითნებურად სადმე გადაკვეთა ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რა. ბუნებრივია მატარებელს არ შეუძლია მანქანასავით რული აიღოს, საჭე აიღოს ვიღაცამ ბოდიშით რაღაც წამომცდა ეს რუსული საჭე აიღოს ვიღაცამ და გადაუხვიოს, აქეთ გადმოუხვიოს. აი რო ავიღოთ ერთი მომენტიც მიდათ. ნახეთ, მატარებელს აქვს სამუხრუჭო მანძილი. აი დაინახა მე მანქანემ ვიღაც ადამიანი იმყოფება ლიანდაგში. დაინახა. ეს ვერ გაჩერდება ეს მატარებელი ვერც 10 მეტრში, ვერც 20 მეტრში და ვერც 30 მეტრში. ანუ სამუხრუჭო მანძილი შეიძლება შეადგენდეს 400 მეტრს, 350 მეტრს, 500 მეტრს და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია მატარებლის მასაზე, პროფილზე, სველია ლიანდაგი თუ არ არის და ამიტომ ბუნებრივად ჩდება და მთელ მსოფლიოში ესე არის, რომ არაავტორიზებული მომხმარებლები არ უნდა დაიშვას ინფრასტრუქტურაზე. სარკინიგზო საკითხების ექსპერტის განმარტებით, ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ რკინიგზისა და საავტომობილო თუ საფეხმავლო მოძრაობის ერთ დონეზე გადაკვეთა მაქსიმალურად შეიზღუდოს, შემცირდეს. პრიორიტეტი ენიჭება ხიდებს, გვირაბებს და მრავალდონიან კვანძებს. იქ, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა ტექნიკურად ან ფიზიკურად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებზე, მონაკვეთები სავალდებულოდ იზოლირდება და შემოღობილია. რათა ლიანდაგზე შემთხვევითი მოხვედრის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. ყველაზე კრიტიკულად ითვლება სარკინიგზო გადასასვლელები, როდესაც ერთ დონეზე ხდება გადაკვეთა. აქედან გამომდინარე, აი დაახლოებით სტატისტიკა რო ავიღოთ, სარკინიგზო ინციდენტების 30% ხდება ამ სარკინიგზო გადასასვლელებზე, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ თლიან საგზაო მოძრაობაში, როგორც საავტომობილო, ასე სარკინიგზოზე მომხდარი ინციდენტები 1%-ს არ აღებადება მთლიან სტატისტიკაში. ანუ ეს მინდა რომ მკვეთრად ითქვას. და პირველ რიგში და როგორ მიდის მაგალითად ევროპული რკინიგზები, რომ მაქსიმალურად მინიმიზაციას ახდენენ ერთ დონეზე გადაკვეთების და იყენებენ გზაგამტარებს და ასე შემდეგ. და სადაც ვერ ხორციელდება მოკლედ ამ ერთ დონეზე გადაკვეთის აღმოფხვრა, იქ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მით უმეტეს ჩქაროსნულ გზებზე, რომ შეიღოს ეს სარკინიგზო სისტემები. განსხვავებული სიტუაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა აქ მთლიანი ახლა მაგისტრალი, სადაც ჩქაროსნული მოძრაობა არის, იქ ბუნებრივია კრიტიკული წერტილებით შეღობილია, მაგრამ ჩვეულებრივ რკინიგზებს ვამბობ, ან დაბალსიჩქარიან რკინიგზებს, რომ 120 კმ/სთ-მდე მოძრაობის შემთხვევაში, აქ მთლიანი ინფრასტრუქტურის შეღობა არ ხორციელდება. საბოლოოდ რკინიგზის უსაფრთხოება მხოლოდ მატარებლის დროულ მოძრაობას არ ნიშნავს. ის ნიშნავს ისეთ სისტემას, სადაც წინასწარ იკვეთება საფრთხე. დროულად რეაგირებენ და მოქალაქეს, მძღოლს, მეხრეს თუ ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი რისკები არ ექმნება. სწორედ ასეთი მიდგომაა თანამედროვე სარკინიგზო მართვის სტანდარტი. რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც სარკინიგზო უსაფრთხოების ზედამხედველობასა და რეგულირებაზეა პასუხისმგებელი, სპეციალისტები მისი შექმნის ფაქტს ცალსახად დადებით ნაბიჯად აფასებენ. სააგენტო მუდმივად უნდა ახდენდეს ეგრეთ წოდებული შავი წერტილების, ანუ მაღალი რისკის მონაკვეთების იდენტიფიცირებას. ეს არის ადგილები, სადაც ხშირია ინციდენტები. ასეთი მონაკვეთები განსაკუთრებულ ყურადღებას და თანამედროვე უსაფრთხოების ზომების დანერგვას საჭიროებს. აქამდე თვითონ საქართველოს რკინიგზას ჰქონდა მარეგულირების ფუნქციები შეთავსებული, რომელიც შინაარსობრივად, ანუ ობიექტურობის პრინციპს არ გვევდა. ბუნებრივია მოწყობილი ის იყო საქართველოს სარკინიგზო სექტორი. ამიტომ ევროკავშირის დირექტივების თანახმად 8 დირექტივის და რეგულაციის იმპლემენტაცია დაევალა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით სარკინიგზო სექტორში და ერთ-ერთი იყო დამოუკიდებელი მარეგულირებული შექმნა. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო SCP არის, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა იმპლემენტაციის ნაწილზეც ამ დირექტივების და მათ შორის სარკინიგზო უსაფრთხოების მიზნით. და ამ ხრივ გეტყვით, აი
ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მფლობელი, ანუ მენეჯერს ჩვენ რასაც ვეძახით, ეს არის საქართველოს რკინიგზა, პორტი, ტერმინალი და ასე შემდეგ, ვალდებულია შეემუშავებინა უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომლის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რისკების მართვა და წარედგინა სარკინიგზო ტრანსპორტის აგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად და აეღო უსაფრთხოების ავტორიზაცია. საქართველოს რკინიგზაზე გაჟღერდა აი ბოლო დღეებში საქართველოს რკინიგზამ უკვე ეს უსაფრთხოების ავტორიზაცია მიიღო და სარკინიგზო ტრანსპორტის აგენტოს ამავდროულად აქვს საზედამხედველო ფუნქცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ერთ-ერთი დოკუმენტური შეფასება და მეორეა პრაქტიკული შეფასება და რომელსაც აქვს დიახ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და მაგარი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითეული სარკინიგზო ინციდენტი, ახლა იქ სხვადასხვა კატეგორიებია, მაგრამ მოდით მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს. ვალდებულია ის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო მოიკლიოს, შეტყობინება გააკეთოს დამდგარი ფაქტიდან მარეგულირებაში არა უგვიანეს 22 დღისა, მოკლედ მომხდარიდან და შემდგომ წარადგინოს მოკვლევის მასალებიც და ასე შემდეგ. სადაც სისტემა, ანუ მუდმივ გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა პროაქტიული და რეაქტიული მიდგომით მნიშვნელოვანი ნაწილი არის პრევენცია, რომ წინასწარ ჩვენ რაღაცები გავაკეთოთ, შევიმუშაოთ. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ჩვენ კითხვებით მივმართეთ, როგორც წერილობით, ისე ზეპირსიტყვიერად, თუმცა უწყებამ პასუხის გასაცემად არც ერთი ფორმა არ ჩათვალა საჭიროდ. ამ დრომდე ვერ მივიღეთ ვერც განმარტება, ვერც პოზიცია და ვერც ელემენტარული უკავშირი იმ საკითხზე, რომლებიც პირდაპირ ეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, აქვს თუ არა იდენტიფიცირებული სააგენტოს მაღალი რისკის ეგრეთ წოდებული შავი წერტილები, სადაა ისინი და რამდენია, ასევე გვაინტერესებდა რა კონკრეტული გეგმა არსებობს ამ მონაკვეთებზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რატომ რჩებიან მოქალაქეები დაუცველები იქ, სადაც საფრთხე წლებია ცნობილია. როდესაც მოქალაქეების შეკითხვები უპასუხოდ რჩება, ეს უკვე მხოლოდ კომუნიკაციის ჩავარდნა აღარ არის, ეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას გავს. მით უფრო მაშინ, როცა უწყება ფინანსდება ისევ მოქალაქეების მიერ შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სანამ მუნიციპალიტეტები გააქტიურდებიან, მოქალაქეები ხელისუფლების მიმართ უფრო მომთხოვნები გახდებიან და რკინიგზაზე უსაფრთხოების სტანდარტები აიწევს, იქამდე ისევ ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ. სახელმწიფომ ფერმერებისთვის ახალი აგროპროგრამა წარადგინა, რომელიც 2026 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. ხელისუფლება გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მექანიზმებს აერთიანებს და უფრო მასშტაბურ დაფინანსებას გვთავაზობს. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახლავთ ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრის შექმნა, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ფერმერი, ეს მისი ვალდებულება იქნება. მისი მიწის ფართობით დარეგისტრირდება, წარმოების მიმართულება, ტექნიკა, მოსავალი და სხვა ძირითადი ინფორმაცია მოიყრის აქ თავს. მთავრობის განმარტებით ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, ვის რა რესურსი აქვს და დახმარება უფრო მიზნობრივად გადანაწილდეს. თუმცა, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ სჭირდება ქვეყანას ახალი ერთიანი ბაზის შექმნა, როცა საქსტატი უკვე წლები აწარმოებს აგროსტატისტიკას და ფერმერული მეურნეობების შესახებ მონაცემებსაც აგროვებს. დარგის ნაწილის შეფასებით, მთავარი პრობლემა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა კი არ არის, არამედ არსებული მონაცემების სწორად გამოყენება და შედეგიან პოლიტიკაში გადატანა. პროგრამის მეორე მთავარი მიმართულება თანადაფინანსებაა. პროექტის მინიმალური მოცულობა 100,000 ლარი იქნება, მაქსიმალური კი 2 მილიონ ლარამდე ავა. პირველადი წარმოებისთვის სახელმწიფო დაფინანსება მინიმუმ 50% შეადგენს, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი მიმართულებებისთვის 40%-იან მხარდაჭერაზე გახლავთ საუბარი. პროგრამას უკვე მოჰყვა კრიტიკაც. დარგის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა დღეს იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, თუ რეალური ცვლილებები უნდოდათ, ხელისუფლებას ამისთვის 14 წელი ჰქონდა. მათივე შეფასებით, აქამდე არაერთი მილიონი დაიხარჯა აგროსექტორში, მაგრამ შედეგი მოსახლეობამ მკაფიოდ ვერ დაინახა, ვერ იგრძნო საკუთარ შემოსავლებში. ამიტომ ახალი ინიციატივის მიმართ წინასწარი სკეპტიციზმიც არსებობს. ეჭვი, რომ ესეც შესაძლოა მორიგ დაპირებად დარჩეს. ერთ-ერთ მორიგ დაპირებად დარჩეს და არა შედეგიან პროგრამად. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ეხება შენახვის ინფრასტრუქტურას. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში ხშირად მოსავალის სეზონზე იაფად იყიდება, რადგან ფერმერებს პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს.
ამის ფონზე ქვეყანა ზოგ შემთხვევაში იმპორტზეც გახლავთ დამოკიდებული. სწორედ ამ მიმართულებით პროგრამა ნაწილობრივ პასუხობს ამ კრიტიკას, რადგან თანადაფინანსებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული სამაცივრე მეურნეობების შემნახველი ობიექტები და გადამამუშავებელი საწარმოები. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ფერმერს ან ინვესტორს შეიძლება მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სახელმწიფოს დახმარებით. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გახლავთ კადრების დეფიციტი. დარგს აკლია აგრონომები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და პრაქტიკული სპეციალისტები. სწორედ ამიტომ ზოგიერთ რეგიონში პროფესიონალების უცხოეთიდან ჩამოყვანაც კი უხდებათ. ამ ნაწილში ახალი პროგრამა ნაკლებად კონკრეტული გახლავთ, უნდა ითქვას. საჯაროდ წარმოდგენილ მასალებში პირდაპირი მექანიზმები აგროგანათლების პროფესიული გადამზადების ან სპეციალისტების მომზადებისთვის მკაფიოდ არ ჩანს. შესაბამისად, ეს ერთ-ერთ დაუფარავ სისუსტედ ნამდვილად რჩება ამ პროგრამაში. ასევე ხშირად საუბრობენ მიწის მართვის პრობლემებზეც, როგორიც არის დაურეგისტრირებელი ნაკვეთები, დანაწევრებული მიწები, დაუმუშავებელი ფართობები და სრული ადმინისტრაციული პროცედურები. პროგრამა ამ მიმართულებით რეესტრის შექმნით გარკვეულ პასუხს იძლევა, რადგან მიწებისა და ფერმერების აღრიცხვა უფრო მოწესრიგდება, თუმცა საკუთრების დავების, იჯარის სისტემის ან მიწის კონსოლიდაციის საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. ბაზარზე წვდომაც გახლავთ ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებული. ბევრი ფერმერი ამბობს, რომ პროდუქციის წარმოებაზე მეტად რთული მისთვის მისი რეალიზაციაა, მისი გაყიდვაა. ამ ნაწილში პროგრამა ზოგადად საუბრობს წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, თუმცა კონკრეტული მექანიზმები, მაგალითად ექსპორტის მხარდაჭერა, მარკეტინგი, სარეალიზაციო ქსელი ან ვთქვათ გარანტირებული შესყიდვა ჯერ დეტალურად წარმოდგენილი არ გახლავთ. რომ შევაჯამოთ, ახალი აგროპროგრამა მეტნაკლებად პასუხობს რამდენიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ინფრასტრუქტურის შექმნას, შენახვას და გადამუშავებას, მაგრამ ღიად რჩება სხვა სისტემური საკითხები, როგორიც არის მაგალითად აგროგანათლება, კადრების დეფიციტი, ბაზრებზე წვდომა, მარკეტინგი, რეალიზაცია, მიწის მართვის უფრო ღრმა რეფორმა. სწორედ ამიტომ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროგრამის წარმატება მხოლოდ დაფინანსების ზრდაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ მთავარი გახლავთ რეალურად რამდენად მივა ეს დახმარება ფერმერებამდე და შეიცვლება თუ არა მდგომარეობა პრაქტიკაში. თემაზე მუშაობას ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია და მომდევნო მასალებში შევეცდებით გაგაცნოთ როგორც სექტორის წარმომადგენლების შეფასებები, ისე უშუალოდ ფერმერების პოზიცია, რა მოსწონთ და რას უწუნებენ ამ პროგრამას, რას ელოდებიან ახალი პროგრამისგან რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში. სამი თვეა 90-მდე ოჯახს გზის გარეშე უწევს ცხოვრება. როგორც ადგილობრივ მედიას უყვებიან, თუ ვინმეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ადგილზე დროულად მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემა ქუთაისში, მწვანე ყვავილას ქუჩაზე შეიქმნა, სადაც კლდის ფერდობიდან ჩამოწოლილმა ქვებმა გზა ჩახერგა. გადაადგილება შეაფერხა და მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გავრცელებული ინფორმაციით შედეგად 90-მდე ოჯახი გზის გარეშე დარჩა. ადგილობრივების განცხადებით, საფრთხე ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდება ხოლმე, განსაკუთრებით ძლიერი წვიმების და უამინდობის შემდეგ. მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე პერიოდულად მიდიან ხოლმე, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არიდებენ და პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მოსახლეობა ითხოვს ფერდობის გამაგრებას, დამცავი ბადების მოწყობას, გზის სრულად აღდგენას და მუდმივ მონიტორინგს. ისინი ამბობენ, რომ თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ იმოქმედებენ, ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიღებულია, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და სპეციალისტების შეფასების შემდეგ გადაწყდება, რა ტიპის სამუშაოები განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ამბობენ, როდის შეიძლება დაიდოს დასკვნა და მიეცეს ამომწურავი ინფორმაცია ამ ადამიანებს, როდის გაიწმინდება გზა და საერთოდ რა ბედი ელის ამ გზას.
მერია ადასტურებს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება პრიორიტეტულია, თუმცა მოქალაქეების, ესე ვთქვათ, პრობლემის მოგვარებას ოპერატიულად, როგორც ფაქტები აჩვენებს, ვერ ახერხებს. მოусმინეთ ადგილობრივებს, რომლებიც ტელეკომპანია რიონმა ჩაწერა. მართალია სტრატეგიული გზა არ არის ეს და სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის გზა არ არის, მაგრამ სასწრაფო ვერ მოვიყვანეთ, ბავშვები დილას სკოლაში ვეღარ მიდიან. გვართ გაუსაზრდებს მდგომარეობაში და როგორც ასეთი იბრძოლა ადგილობრივმა მაჟორიტარმა, მაგრამ ვერაფერი შედეგი ვერ მივიღეთ. გეოლოგიური დასკვნები მესამე თვე არის აი ამ მდგომარეობაში ვართ და არაფერი არ ხდება სასიკეთოდ, ჩვენ და სასიკეთოდ. მერიც იყო მობრძანებული, მაგრამ როგორც ჩანს ვერ გადაწყვეტენ და ვერ მიიღენ ის დასკვნები, რა დასკვნებიც საჭირო იყოს. ტესტი იმის მხრივ აგვაქვს, რომ აი ვერ მივდივართ, ვერ მოძრაობთ და ვართ კი მადლობელი ვართ იმისთვის რომ დაგვინიშნეს ალტერნატიული მარშრუტკა და მაგრამ ახლა საღამოს აი ეს მარშრუტკა ამთავრებს თავის დროზე მუშაობას. მერე 6 საათზე, 7 საათზე, ღამის 10 საათზე, 8 საათზე წამომსვლელები ვერ მოდიან. ახლა 17 კილომეტრს ფეხით ხო ვერ მოვილოს ადამიანი. სასტრაფო ჩვენთვის არ არის, არაფერი ჩვენთვის არ არის. აი სუნკებით, გეფიცებით, შვილებს გუშინ რო გადმოვედით, გუშინ შეხვედრა ქონდა ქუჩაში, ეს მოხუცი ხალხი რომ მოდიოდა 4 ჩანთაეკავათ ხელში, რა ქნა სამხალხმა. ნუ თუ ჩვენ არა ვართ ადამიანები ამ ქუჩაში, ამ გზის გამო მეშინია ბავშვი ხან აგერ მეზობლებს და ნათესავებს მიყავს, ხან მარტო უწევს წვიმაში წამოსვლა, რა პასუხი უნდა მივცეთ სკოლას? რეალური საფრთხეები, მეტი რეალური საფრთხე, რა ვიცი, რა გვინდა. ქვა, რომელიც იმხელა ზომის და იმხელა რაოდენობით მოდის, რომ ვინმე მოყვეს, ამას წინათ მეზობლის ბავშვას ძლივს გამოასწრო და ისეთი შეშინებული იყო, რომ არ ვიცი, ვერ გამოვიდა ერთი კვირა მეტი მდგომარეობიდან. და მეტი რეალური საფრთხე რა გვინდა, არ ვიცი. მუშაობ და ღამე მოვდივართ და ტაქს აქამდე მოვყავდით 5-4 ლარში, ეხლა გვჭირდება 25 ლარი. აი, არ ვიცი, იქედან ეხლა არ მოგყვება ყველა მანქანა, ხო? მაღაზი არა გვაქვს უბანში, აფთიაქი არა გვაქვს. არაფერი არ არის უბანში, ის სკოლა ხო არ არის და არ არის ბავშვებისთვის და ნუ არ ვიცი, ძალიან რთული მდგომარეობა. მეტი ურთულესი მდგომარეობა არ შეიძლება იყოს. მანდა მაინც სახლი უნდა იქცეს რომ მოგვაქციონ ყურადღება? დაახლოებით 90 ოჯახი ვართ დახმარების გარეშე. სულ იმის მეშინია, რომ ვინმე სასწრაფო არ დაჭირდეს. წარმოგიდგენიათ 35 წუთი უნდა იქედან. ხო და ვინმე რო ცუდად გახდეს. რა დაემართება იმას სასწრაფო რო არ მივა დროზე. განუკითხაობა ნამდვილად იმას მთავრობა უფრო მეტად არ უნდა გვაქცევდეს ყურადღებას. მარტო არჩევნების დროს უნდა მოვიდნენ ქალბატონებმა რომ გადავკეტავთ გზას. ყურადღებას გვაქცევენ როგორ არა, აი მარშრუტი დაგვინიშნეს. მოვიდნენ გზას დახედენ, მოიყვანეს ვიღაცები, მაგრამ წავიდნენ. გაკეთებული, ხო? არაფერი არ არის საერთოდ. გაკეთება, ყურადღების მიქცევა მარტო ნახვა და ის არ არის. არის გასაკეთებელი გზა, გასაწმენდი კლდე. თუ ჩამოსაშლელია მაგათმა უკეთ უნდა იცოდნენ და მაგათმა ხალხმა უნდა ჩამოშალონ კლდე, თუ არა და რაც არის ეს გაწმინდონ. ამ გზაზე ჯერ ოღროჩოღროა რამდენ ხანს იარს ადამიანი. მე არ მაქვს შესაძლებლობა ტრანსპორტი მყავდეს და ვიარო და მე ვითხოვ რომ მოგვაქციან ყურადღება. მადლობა იმ გზისთვის, რაც მარშრუტი, მაგრამ რო ფუჭდება ბავშვი სკოლიდან, ხან ფეხით მოდის არა ის ტრანსპორტის, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გზები გვაქვს. ინფორმაცია გვაქვს რომ დაწყებული არის ტენდერი იმისი რომ გამოიკვლიოს ეს გეოლოგიურად ყველაფერი და დაიდოს პროექტი რა უნდა გაკეთდეს. მაგრამ ამ პროექტსაც აგვიანდება რა, რასაც გვეუბნებიან მერიიდან წარმომადგენლები და რამდენი დაგვიანდება არ ვიცით და ეს ახლა დროში იწელება ყველაფერი და დასაჩქარებელია ზოგადად გაკეთდეს პროექტი და მოგიდებენ უკვე სამშენებლო კომპანიები რომლებიც შეძლებენ იქნება თანხა გამოყოფილი რაც საჭირო არის ამ ყველაფრისთვის და აღარ იქნება პრობლემა ჩვენი აზრით. სულივად რამოდენიმე ადამიანი აქ 30-40 კაც, მაგრამ 85 ოჯახი არის უგზოდ. ალტერნატიული გასაგებია მაშინ როცა პარალელურად კეთდება რაღაცა. მაშინ ესე იგი ეს გზა გაგვიუქმდა ვიაროთ იქიდან უნდა ეს ახლა არარეალურია, ხო? ლაფათქიანი კაცი უნდა დაინახოს ვიღაცა რა რაღაცა კეთდება. არაფერი არ კეთდება ფაქტიურად, ხო ალზე, მაზე ეგ არ არის გაკეთება. ალტერნატიულ გზასთან ერთად პარალელურად უნდა კეთდებოდეს რაღაცა. თორე და ეს ხალხი მართლა ეს 85 ოჯახია. 5-6 ოჯახი არ არის, მესტი გზა ჩამოინგრა და 2 საათახევაში გზა გაიხსნა 3 ამაზე მეტი იყო.
მაგრამ არის ხო არ არის ახ მნიშვნელოვანი გზაა ჩვენთვის და შეიძლება მე რისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი მაგრამ არჩევნების დროს ხო არის მნიშვნელოვანი არა ესაა გვერდში დგომა ეს არა გვერდში დგომა გვერდში ვინ დაგიდგება ბავშვები რომ მოდიან რო დაეცეს თქვა და რო რამე დაემართოს აგებს მერია პასუხს იმ ბავშვზე და ან რომელიმე ჩვენგანს მოსახლეობამ და ძალიან რთული სიტუაციაა ახლა შეიძლება მოდიან მაგრამ მოსახლეობას არ გვიძახიან მოდიან გადაუღებენ სურათებს აიღებენ კითხულობთ ტენდერი ჩაიშალა იძახიან ჩაიშალა მერე ვნახეთ სამშენებლო კომპანიები და ნუ უკმაყოფილო არიან თანხა არისო პატარა გამყოფილიო და როგორც უყურებთ 90% ბუნებამ გააკეთა ახლა უნდა სამშენებლო კომპანია მერია უნდა ჩაერთოს ჩაატარონ ტენდერი გამოყონ ის თანხა რომელიც საჭიროა ძალიან ცუდი სიტუაცია ბავშვები ალბათ 1-2 საათით ადრე უნდა გააღვიძო წაიყვანოს სკოლაში არის რთული სიტუაცია და მოსახლეობის მართლა რა ვიცი 100% ყველა მუშაობს არ არის აქ უბანში ვინმე რო არ მუშაობდეს და არაფერს არ აკეთებდეს მუშაობენ სწავლობენ და ამას ხელი შეწყობა უნდა რაღაცნაირად მაშინ რა ვიცი როგორც ითქვა სვანეთი ლენტეხი ისინი და უნდა დაიკეტოს იქაც იყრება მაგრამ ხედავენ რაღაც მიტოვებული ვართ მარტო ამოდიან არჩევნების წინადღეებში თუ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას ერთ დღეს დავთქვამთ უმეტესი ხალხი კიდე მოიყრის თავს და გადავკეტავთ მერიას და არავინ ეწყინოს ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.